მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი ცენტრის გამომწერებო. დღეს როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გვექნება საუბარი, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. განხორციელებული იდეა. ეს რას ეხება? ეს არის ფილმი, რომელსაც ჩვენი ჩემი მეგობარი ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს, გააზიარეს სიყვარული. ეს ფილმი შეეხება ძალიან მნიშვნელოვან თემებს, რომელიც ჩვენი ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი და პირველ რიგში სანამ დავიწყებთ საუბარს, დამიჯერეთ, მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა ამ ადამიანის მიმართ, ამ პროექტის მიმართ, რამე თუ ეს პროექტი იქნება ჩემი აზრით ბესტსელერი საომავლოდ და მოგვიყვება თავად ნიკოლოზი ამ თავისი თემების შესახებ, მაგრამ სანამ დავიწყებთ საუბარს, ეს ადამიანი არის ავტორი ფილმისა, 6 მესთან დაკავშირებული ფილმისა, 6 ღვთისკაცი, რომელიც არის ფაქტიურად ერთგვარი მასწავლებელი, როგორ ცხოვრობდა ეს ადამიანი, რამხელა სიკეთე და რამხელა მადლი მოუტანა თავის სამშობლოს, ჩვენ სამშობლოს, რამხელა განძი შეუნახა ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ მოგესალმები ნიკოლოზ და მოგვიყევი შენ შესახებ, საიდან წამოვიდა ეს იდეა და როგორ მიმდინარეობს განხორციელება, დავიწყოთ 6 ღვთისკაცით და შემდეგ გადავიდეთ თქვენს ახალ პროექტზე. მშვიდობა და სიყვარული, სწავლა, მშვიდობა და სიყვარული ჩვენს მაყურებლებს და სულ საქართველოს და მსოფლიოს. დიდი მადლიერება, რომ მომიწვიე ჩვენ შევხვდით შენ შევხვმიანდით ფილმის გადაღებების დროს და შენ ასევე გააზიარეს სიყვარულის ფილმის ნაწილი ხარ, დავით აღმაშენებლის სცენის, სადაც ძალიან მაგრამ მეომრულად შემოსილი ხარ, როგორიც ხარ და გესტუმრეთ შენ ალამდარში, შენს სადაც არაჩვეულებრივი საურჯიშო სიტუაცია იყო, უმაგრესი მოსწავლეები და იქ განახეს თავიანთი შესაძლებლობები და მაგარ საქმეს აკეთებდა. პლუს ეხლა უკვე კავკასიური იოგას მიმართულებითაც რომელიც ასევე ჩვენ ფილმში არის და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცებიც დავგეგმეთ და ეხლა ფილმს რომ მოურჩები, შენ რო გასვლითი ტურები გაქვს, მე დიდი სიამოვნებით შემოგერთები და ყველას მოუწოდებ, რომ აუცილებლად შეუერთდით საბას ამ გასვლით ტურებში და ძალიან საინტერესო გამოცდილებას მიიღებს და იოგას უსხვანაირად დაინახავთ რა, რომელიც არის ქართული სიტყვა, ქართული ტერმინი, ქართული გაგება და პირდაპირი კავშირი ღმერთთან და სამყაროსთან და ასევე შენს სულიერ და ფიზიკურ სხეულთან. რაც შეეხება ჩვენს მიმართულებას, ჩემი მე ვისაც წავედი კინოში არის რომ გავუცოცხლოთ ჩვენი ისტორიულ ბიოგრაფიული ჟანრი რა, ეგ ყველაზე მეტად ეს ჟანრი მიყვარს და მთელი იდეა მაქვს რომ იმისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს რომ გადავიღოთ დიდი დიდგორი, მასშტაბური და აი ეს ეპოქა დავით აღმაშენებლის და დიდგორის ბრძოლის, რაც ჩემთვის საუკეთესო მაგალითია რისთვის ღირს ცხოვრება და აი ეს 200 გმირი, რომელიც პირველი შედის ამტრის დიდ ლაშქარში და იქ თავის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და აუცილებლად გვახსოვდეს ჩვენი გმირები და რასაც ახლა ვაკეთებთ, ხა ეს დიდი ბიუჯეტის არის, დიდი მასშტაბის ფილმი, მანამდე ვიზრდებით ამ ჟანრში, ასე ვთქვათ, გამოცდილებას ვიძენთ, ცოდნას, სანდოობას, რომ შეგვიძლია ესეთი სცენები გადავიღოთ და დავით აღმაშენებლის სცენაც იმიტომ გადავიღეთ ამ ფილმში, რომელიც ერთ-ერთი მიჯნურობის ერთ-ერთი თვისებაა, რომ გვენახა როგორ შეგვიძლია ამისი გაცოცხლება, აი წირი ფინანსური შესაძლებლობებით, რაც ჩვენ ამ ფილმში გქონდა, მაგრამ ეხლა დავით აღმაშენებლის სცენის ბოლო მონტაჟი მიმდინარეობს და ძალიან მაგარი გამოვიდა რა. არ მეგონა თუ ეს ბრძოლები ეგეთი მაგარი გამოვიდოდა და ხო ესწრებოდი შენ იქ იყავი ხო და ნახავ. მეორე დღე ესწრებოდი ვიღებდი მონაწილეობას თავისთავად ამ გადაღებებში და საოცარი ჯერ პირველ რიგში აურა იყო, ისეთი სასიამოვნო აურა და გარემო იყო შექმნილი, რომ აი შეუძლებელია რა ესე უბრალოდ ითამაშო, უბრალოდ იყავი ჩართული იმ პროცესებში, იმ ეპოქის ნაწილი ვიყავით ხო? ნაწილი იყავი იმ ეპოქის, მე თან ღეროდით კიდევაც, ფორმალობით კიდევაც, როგორც შეგვშენის ხოლმე ჩვენ ახლა კულტურულად და ტრადიციულად და რაღაცა იმდენად შესაძლებელი ქონა, ვერც კი ვფიქრობდით, რომ თუ ეს
ფილმია და ვერც კი ვფიქრობდით იმაზე, რომ 21 საუკუნეა და არა ეს ეპოქას რომელი ეპოქასაც ეკუთვნის, ხო ეს პერიოდი. ხო, თან იქ 60-ი ჩაცმულობა, იარაღი აღჭურვილობა, ხო, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ იმ ეპოქასთან მიახლოებული ყოფილიყო, რაც ძალიან ძნელია. ჩვენ თანამედროვე თუ არაფერი არ არსებობს იმ ეპოქიდან შემორჩენილი, ის უმრავლესობა სამოსების ძველი ქართული ფილმებიდან აღებულია, რადგან ფიზიკურად არ არის, ახლა მაშინ საერთოდ ახალი უნდა შეიკეროს და დიდ გორისთვის კი იქნება ეგ ახალი ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპზე ჯაჭვის პერანგები ყველას დიდი მადლიერება მინდა უთხრა, ვინც ეს დაგვიდნენ გვერდში გვათხოვეს და ერთად გავიარეთ ეს და რაც შეეხება 6 ღვთისკაც, ანუ ეს ყველაფერი დაიწყო ვეფხისტყაოსნით და მე მოტანილი მაქვს ვეფხისტყაოსანი, ყველაზე ძველი გამოცემა, ოღონდ ახალი გაკეთებული 1646 წლის მამუკა თავაქალაშვილის და რომელიც 6-მეს მოპოვებული კორინთელების ოჯახი იყო, სადაც 6-მე ჩავიდა სხვადასხვა ნივთების, იცოდა რომ იქ რაღაც ძველი ნივთები იყო, რომელსაც ის თავისი მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმისთვის აგროვებდა და იქ დიასახლისმა თქვა რომ აი ამ ციკლზე არის საუბარი მეგობრებო ეს. ჩვენ კიდე ერთი ნივთი გვაქვს რა ვეფხისტყაოსანი და გამოიტანეთ და გამოიტანეს და აღმოჩნდა ეს მამუკა თავაქალაშვილისეული ვერსია ვეფხისტყაოსნის, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ძველი არის, სრული ნაწერიდან ასე ვთქვათ რა. და ეს არის 1646 წელს კი ვეფხისტყაოსნის ვთქვათ მოდელი, ხო ეს? ხო, ასლია რა. ასლი. ერთადერთია რა, ანუ მე მაქვს და უდიდესი მადლიერება მინდა უთხრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ლევონ თაქთაქიშვილს და ქეთი ლაზარაშვილს, რომელმაც გააკეთეს და ძალიან დიდი ისტორია შეიქმნა ამით ფიზიკურად და ფილმშიც გავაცოცხლეთ და 6-მეს ამ ხელში უჭრავს, წაღებული ქონდა ეს თან და ისტორიაა რომ აღარ ქონდათ უკვე თანხა მისაცემი და ეტლი და ანუ რა ეტლითაც ჩავიდნენ იქ სოფელში, ეტლი დაუტოვა 6-მემ, მე წარმოიდგინე რამხელა დარწმუნების ნიჭი ქონდა 6-მეს, რომ მე ამის მარჩენალი ეტლია, ხო, მე ეტლებს რა, იმითი მოძრაობს რაღაც თავის თავი გადაიჭიროს და ეტლი დაატოვებინა. მაგრამ მე ამ უნდა ისევ დაუბრუნეს ახალი ეტლი, დავით არაჩვილი დაეხმარა და სამაგერ დარჩა ეტლში გაიცვალა ეს რა, მორთელება ეტლი და ვეფხისტყაოსანი ერს დარჩა და მე საფრანგეთში რო იყო წასული, იქაც ჰქონდა წაღებული და ჩატაბრუნდა და დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია. ყველას შეუძლია გამოითხოვოს გამოფენილი არ არის, მაგრამ ჩემთვის ეს არის უდიდესი ნივთი რა, რომელიც მე აი 6-მედან დამრჩა და დიდი მადლობა მინიატურას გამომცემლობას და მკეთის ამ ყველაფრისთვის და იდეის განხორციელებისთვის და ვეფხისტყაოსთან რა არის მთავარი, ჩვენ გააზიარეს სიყვარული აგებული გვაქვს მიჯნურობაზე რა, მიჯნურობის 10 თვისებაზე. და შენ თუ გინდა იყოს უყოფილი მიჯნური, რუსთველს თუ დაუჯერებ და წესს უნდა დაუჯეროთ, წესით იმხელა სიბზნე აქვს ჩადებული, ეს 10 თვისება არის აუცილებელი. ეს არის აი ეს სტროფი არის და ამავე დროს ამ გამოცემით დასტურდება, რომ დღევანდელ თანამედროვე გამოცემებში, რადგან ეს ახლა არსებული, ანუ სრული ვერსიიდან, აქაც რაღაც სტროფები აკლია დასაწყისი, ბოლოს რაღაც, მაგრამ ესაა ყველაზე სრული შემორჩენილი. აი აქ აი ამ სტროფში მიჯნურობის მთავარ სტროფში მიჯნურსა თვალა ციტურფე მართებს მართვითა მზეობა. ანუ თვალა ციტურფე სიბრძნე, სიმდაბლე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა, ენა გონება დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა, ვისა ეს სულად არ ასჭირს, აკლია მიჯნურ ძნეობა. ანუ ეს სიტყვა სიმდაბლე თანამედროვე გამოცემებში არ გვხვდება, იქ გვხვდება სიმდიდრე რა. რატო ჩანათან ძალიან დიდი სხვაობა ახლა სიმდიდრესა და სიმდაბლეს შორის რა. სხვადასხვა სიტყვებს და ჩვენ ანუ ჩვენ ფილმში გააზიარეს სიყვარულშიც სიმდაბლე გამოვიყენეთ, თან იქ ჩვენ ანუ რუსთველის როლს ვახო ჩაჩანიძე ასრულებს, ძალიან მაგარი მსახიობი და მას მივანდეთ რუსთველის როლი და მე გიორგი გილიგაშვილი და ვახო, როდესაც გავდიოდით ტექსტს, იქ
ჩვენი ის გქონდა რა, ანუ რომელი გამოვიყენოთ რა და მივედით დასკვნამდე, რომ გააზრებულ დასკვნამდე მივედით, რომ წესით და რიგით სიმდაბლე უნდა ყოფილიყო და არა უმეტეს ეხა ამ ციკლში ასე არის ამ ციკლში სიმდაბლე წერია, მაგრამ სხვა გამოცემებია, რომელიც გამოკვლეულია ის გამოცემები, რომელიც დიდი შრომის შედეგად არის ეს როდესაც გამოიცა 750 წლის თავზე რა ვეფხის თავზე და იქ სიმდიდრე წერია მაქვს მე გამოცემები. თანამედროვე გამოცემებში ყველგან სიმდიდრე წერია. არადა ცელ ცნობიერებას სვლის რა ეს ერთი სიტყვა რა. ანუ აუცილებელია სიმდაბლე, ხო? ნუ რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობ, რომ სიმდაბლე უფრო სწორი იქნებოდა, ეხლა როგორც თქვენ აღნიშნეთ და შესაბამისად ძალიან კარგია. და თან ძალიან მაგარი ისინი მინიატურები აქვს თვითონ მამუკა თავქალაშვილს დახატული და ჩემთვის ეხა ეს დიდი ეს განძია. განძია რა და მაგრად ვთხილდები და მინდოდა რომ მაყურებლისთვის გვეჩვენებინა რა შენთვის რომ ენახებინა და თან ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან მაგარი მომენტი არის ნახე ეს ახლა სამეგრელოში ლევან მეორე დადიანმა დაატყვევა 1634 წელს ერთ-ერთი ბრძოლის დროს ის მამუკა თავქალაშვილი და შაჰნამე დააწერინა და წერდა რა ეს მამუკა და ხატავდა და მე გააკეთეს ვეფხისტყაოსანი და ეთყობა სამეგრელოში ხო ანუ უფრო მეტად იციან დატირება და გლოვა და რა მაგარი კადრია შეხედე ანუ ქალები აკეთებენ დატირებას ხო დედაკაცები და ანუ თმებს რო იხოკავენ რა სახეს და რაღაცა მე ნახე თმების garaში არიან რა რა მაგარი ნახატი ხე ესეთი რაღაცა თან ვეფხისტყაოსანში აი ნახე თავიდან დატირების სცენაში თმები აქვს და მე საუბრობ ეს იგივე ხალხია რა იმიტომ ფერებიც რაღაც სამოსის ფერებიც ემთხვევა და მე თმების garaში მიდიან და ძალიან საინტერესო მომენტია და ბევრი მინიატურა ასევე და აი ამ ბორჯღალზე რა ზღვა? ბორჯღალი ჩემი ოცნება იყო რომ ეს თავისი ეს ვაჩვენე და ორიგინალი ზომით გამეცოცხლებინა ბორჯღალით იწყება გააზიარეს სიყვარულის ახალციხის მუზეუმში არის ეს ბორჯღალი ძალიან მაგარი ორი სტენდია გაკეთებული კაცი და ქალი მამაკაცი და დედაკაცი ქურუმების და დედაკაც ეს დედაკაცებს ეკეთათ ხოლმე ეს ქურუმე ეს ბორჯღალები სხვადასხვა ზომის არის რამდენიმე ათეული ბორჯღალი არის ნაპოვნი და ყველა არის ერთ ბორჯომის ხეობაში არის ერთ ადგილას რა ერთ ძალიან პატარა ტერიტორია სადაც არის და მარტო იქ არის ეს ქურუმების სამარხები აღმოჩენილი და ყველა ბორჯღალი არის ინდივიდუალური ანუ არ მეორდება რა ყველა სხვადასხვანაირია სხვადასხვა ორნამენტები ზოგი დიდია ზოგი პატარა და ეს არის რაც იქ მინდოდა რომ იქიდან დამეწყო და იმ სტენდში არის ეს ბორჯღალი და ანუ ეს არის დახურული ბორჯღალი ხა რა მეორე მე რომელიც ასევე ძალიან მომწონს ისა ღია და ეხა მეორეს მოგავაკეთო ის ღია და თითქოს ეს ერთმანეთში ჩდება რა ის ყა შედის რა და მე უნდა დატრიალდეს და მე დროის პორტალში გადავიდე უნდა გადადიხარ დროის კი რაც არის რა კავკასიური იოგაშიც ხო არის რა იქ ხა სვასტიკა რა ერთი ესე ბრუნავს მეორე ესე მე ხელებს ატრიალებ და შეიძლება მართლა გაიჭრა და ეს გააზიარეს სიყვარულშიც არის რომ ეს ფილმის თავი გმირები დროსა და სივრცეში მოგზაურობენ კავკასიურობას და ამ ბორჯღალის დახმარებით რა როგორც არ არის აუცილებელი შენ რაღაც შენი ფიზიკური სხეული აიღო და სადღაც გადაიტანო შენი თავარია შენი სულიერება სადაა სულიერებით შეგიძლია ნებისმიერ ადგილას ფიქრზე დიდი ძალა ხოთაჩურის კავკასიური იოგა მაგის შესაძლებლობას იძლევა ოღონდ კარგად უნდა ვარჯიში და სწორად უნდა მოყოლაბდეს ვარჯიში და ამ ფილმის იდეაც აქედან წამოვიდა მიჯნურობიდან რა კოვიდის დროს მომივიდა ეს მაშინ დაუწერე ეს სცენარი სადაც სიყვარული ყველაზე მეტად აკლდა რა საზოგადოებას და რა მეთქი რა აკლია რა ყველაზე მეტად და სიყვარულის გაზიარება კიდე ყველაზე მეტად გვაკლდა და დღესაც გვაკლია მე თუ მკითხავ რა და ეს გააზიარეს სიყვარული და ყველა გმირი ვინც არის ფილმში გაცოცხლებული ან დავით აღმაშენებელი არის გონიერება და მძლეთა მებრძოლთა მძლეობა რუსთველი თვითონ სიბრძნეა კლოდ მონი არის თვალად სიტყვი ან კლოდ მონეს ნახატი და მის შემოქმედება ჩემთვის ისეთია რა ანუ ძალიან დიდი სილამაზეა რა პატარა ვიყავი მარკებს ვაგროვებდი მაგ დროს და კლოდ მონეს აი ეს ქალბატონი ბაღში ესე ქვია ეს მარკა ვიყიდე და აი რომ დავხედი ამ მარკას რაღაც სილამაზის აღქმა
მომცა, რომ აი ეს არის სილამაზე და უმაგრესად თითქმის ერთ-ერთში არის სცენა, რომელიც გავაცოცხლეთ და მარკა, ის ნახატი, რაც არის ნამდვილი, მაგრა გავს. დავით სარაჯიშვილია სიუხვე და სიმდაბლე, კოლექტიური ენა, ფიროსმანი დათმობა, კოსტატი და შეგირდის სცენა, ეს არის მოცალეობა და აი ესე შეიკრა რა და ეს გმირი ბიჭი გოგოს თავი გმირი არის გიორგი კარიჭელიძე, გიორგი გილგაშვილი ასრულებს და ლიზა ბერიშვილი ონია მეტრეველის როლი აქვს და ეს ქარი ონიას ასწავლის კავკასიურებას რომ გაიჯანსაღოს სხეული და ამავე დროს გადავიდნენ სხვადასხვა ეპოქაში რომ ამ გმირებისთან შეხვედრისას მათ იქ რა ისტორიებიც ხდება იმ დროში გადასულ ეპოქებში შეასწავლოს ის მნიშვნელოვანი თვისებები რაც მე ამ მიჯნურობისას გამოადგებათ რა ამ მიჯნაზე სიარული რომ კარგად შეისწავლო ესე იგი შენ აი რამდენი მიმართულებით აკეთებ ძალიან მაგარ საქმეს რა ჩვენი ქვეყნისთვის გარდა იმისა რომ პოპულარიზაცია ხდება ჩვენ ქართული იბერიული კავკასიური იოგის თან აი სუნთქვითი ვარჯიშები რა სუნთქვითი ვარჯიში ჯერ რა არის თავარი ხო სუნთქვა არის პირველ რიგში ადამიანისთვის სუნთქვა არის სიცოცხლე თავარი რაც წერია რა თავარი ინდიკატორი რომ ჩვენ ცხოვრობთ ცოცხლობთ და ადამიანის ორგანიზმის 75%-ს აქედან მოიხმარს თავის twin და დანარჩენ 25%-ს მოიხმარს დანარჩენი სხეული შესაბამისად თავისთვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდების შემთხვევაში ჩვენ გვეხსნება ძალიან დიდი რესურსები მოვდივართ ცხოვრების ასე ვთქვათ მუღამზე ამაზე ბევრჯერ ვისაუბრია თუმცა მნიშვნელოვანი ის არის რომ კავკასიური იოგის პოპულარიზაცია ამ ფილმში გარდა იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიულ თემებს ეხება ეს ყველაფერი ეს არის ძალიან ძვირფასი და გააზიარეს სიყვარულთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ამ ადამიანს ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, ჩემო გამომწერებო, ჩემო კეთილო ადამიანებო. 25,000 გამომწერი ყავს. ხო, ძალიან გთხოვთ, რომ აი ამ ადამიანს დაუდგეთ გვერდში, ჩვენ კომენტარებში დავუდგეთ ანგარიშის ნომერს და რითაც შეგვიძლია სხვათა შორის ამის ინებზე ნიკოლოს უსმენი და 10 ლარი არის რაღაცა ესეთი 10 ლარის ძალა. 10 ლარის ძალა, რა შეუძლია 10 ლარს? 10 ლარს რამხელა საქმის გაკეთება შეუძლია რა და 10 ლარი ჩაგვირიცხეთ ჩვენი ხათრით, ჩემო კარგო ადამიანებო და დავეხმაროთ აი ამ ადამიანს, აი ამ დიდ პროექტს დავეხმაროთ და მიხარია ნიკოლოს რომ აი ესეთ საქმეს ხარ შეჭიდებული, მიხარია რომ ჩვენ რაღაცნაირად გამოვნახეთ ერთმანეთში ისეთი გაგებულება, ისეთი ურთიერთობა და მეგობრობა რომ მე მთელი სულით და გულით მინდა რომ ეს პროექტი განხორციელდეს და სიკეთე მინდა გისურვო და წარმატება და დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებული იქნება როგორც 6-მე-5 კაცთან დაკავშირებით იყო, იმიტომ რომ წეგანად საუბრობდით, ეს ფილმი ფაქტურად მთელ სკოლებში გადის, მთელ ბავშვებს აჩვენებენ ამ ფილმს, იმიტომ რომ მათ უნდა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის, თავიანთი დიდი ისტორია ამ კაცის შესახებ და ქვეყნის შესახებ თავისთავად. თვისაც არ გაქვთ 6-მე-5 კაცი ნანახი, აუცილებლად ნახე. შეგვიძლია მული დავდოთ კომენტარებში. არა ერთხელ მაქვს ნანახი და ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს გადაშევხვდებით იქ და საოცარი ფილმია მინდა ვთქვა და ეს კაცი არის ამ ყველაფრის შემოქმედი. ჩვენ ანუ გააზიარეს სიყვარული ფაქტიურად ბოლო ეტაპზე გვაქვს ხა რა, აი ბოლო დავით აღმაშენებლის სცენის ბოლო ეტაპი არის მონტაჟის და ფილმის გადაღება დამთავრებული, მონტაჟი დამთავრებული, ხმის დიზაინი კეთდება და რამდენიმე მუსიკა დაგვრჩა სხვადასხვა სცენაზე და ასე ვაკეთებ, იცი? მუსიკა ხმოვანება ხო მნიშვნელოვანია ნებისმიერი ამ სუნთქვითი ვარჯიშის დროს და ნახე რამხელა რაღაცა ახლა რომ დავფიქრდი, ვეფხისტყაოსანი არის 16 მარცვლოვანი ხაზი რა, თითოეული ხაზი და კავკასიური იოგაშიც დედამიწის გულის ფეთქვა და გულის ცემა და ის სუნთქვა რაც არის აწყობილი 7 წამი პაუზა 7 წამი და კიდევ სუნთქვა და 1 წამ 16 წამი სუნთქვა და ეს შემთხვევითი არ მგონია რომ იყოს რა შემთხვევითი ნამდვილად არაფერი არ არის თან მით უმეტეს ხო ანუ ხო შეიძლება რომ 17 წამიანი ან 18 წამიანი ყოფილიყო მაგრამ რაღაცა იმიტომ რომ ვეფხისტყაოსას 16-ის რა 6-ის და 1-ის 7 გამოდის მანდ სხვათა შორის საბოლოო ჯამში 7-ია. თავისი მუსიკა ხო ვეფხისტყაოსანი რო იკითხება ის თავისი სტროფის მუსიკა მიყვება რა. აი მუსიკი მე მაგალითად
ხმოვანებით მაქვს ძალიან ბევრი სტროფი დასწავლე. რა საინტერესო იქნება ვეფხვის თავისანი რომ წაიკითხე ჩასუნთქვა ამოსუნთქით როგორც იოგასა 7 წამიანი ჩასუნთქით და ამოსუნთქით როგორი ეფექტი ექნება ეხლა ძალიან მაგარი რაღაცა და მაგის მუსიკას ვაკეთებთ ეხლა ძალიან დიდი იმიტომ რომ მე მაგალითად რაღაცა რო ვაკეთებ ამ სუნთქვებს რომ სულ რაღაცა მუსიკებს ერთხელ გავაკეთე, რამდენჯერმე გავაკეთე, მაგრამ პირველად როცა გავაკეთე, ოროველაზე გავაკეთე, მეც სასწაული ყაი გავარღვიე, წავედი, მოვიარე მთელი კოსმოსი და სამყარო, ისეთი თან სასწაული არის და ეს რო გამიცადე ხა, ეს იმდენად შენია, რომ რაღაცა უცხოურ მუსიკაზე, რაც არ უნდა ამ სამედიტაციო მუსიკა იყოს, ჯერის საერთოდ სხვა მიმართულება და ან რაღაცა შენი საყვარელი მუსიკა უნდა ჩართო, რომელიც სულ სხვა რამისთვის არის დაწერილი და სასიყვები არ უნდა იყოს ამ ხო, აი სასუველი არ იყოს და ეხლა ვაკეთებთ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს რა, რომ თან ეხლა რო ითული ხვდები 7 წამი შევისუნთქე პაუზა, მე გამოვისუნთქე, გინდა შენი გონება მარტო სუნთქვაზე არ არის გადართული, თულაზეც არის რა. და ეხლა მუსიკას ვაკეთებთ 7 წამი მუსიკა, აღმავალი მუსიკა მაგალითად მე პაუზა იქნება ერთ წამი, მე დაღმავალი ხმოვანება, პაუზა, აღმავალი და აი ეს ამ ორი მთავარი გმირის დიალოგის დროს და ერთ-ერთი ვარჯიშის დროს იქნება და მე თვითონაც მაინტერესებს აი დაახლოებით რამდენიმე დღეში უკვე მზად გვექნება რა. ეს არის ძალიან მაგარი დამთხოვა, იქიდან გამომდინარე რომ მეც ვეძებდი რა, სულ მთელი სულ ვეძებ რომ რაზე შეიძლება ეს მუსიკა მაინც მნიშვნელოვანია, ხმა და ვიბრაცია მნიშვნელოვანია და რაზე შეიძლებოდა გაკეთებულიყო ეს ვარჯიშები და მეც სხვადასხვა ორო ველაზე მაგ გაკეთებული და ალღების ეფექტი ზღვასთან მქონდა, ეხლა ჩემ მოსწავლეებთან ერთად გავაკეთე ეს კავკასიური სუნთქვითი პრაქტიკები და თან საბრძოლო ხელოვნების ილეთების კავშირი გავაკეთე სინთეზი ამ სუნთქვასთან ერთად. ისეთი საოცარი ეფექტი იყო, აი ისეთი ძალა მოვიტანა, ისეთი შინაგანი სიყვარული, აი სულ გინდა რომ აი უცხოს რო შეგვდები მიყვარხარ, ეუბნები, იმიტომ რომ არა, მაგარი ხსნის შინაგანად გათავისუფლებს. ყველაზე დიდი თავისუფლება არის, როცა შინაგან თავისუფლებას გრძნობ, როცა სხეულის ფსიქიკაც რაღაც ჰარმონიაშია სამყაროსთან. ძალიან ნადვილია აი ესეთ მდგომარეობაში უკვე ურთიერთობა ცხოვრებას არ უყურებ რაღაც სირთულედ არ უყურებ როგორც რაღაც ერთგვარ გამოცდილებას და რაღაც საინტერესოა და როგორც ფილმი აი როგორც ახლა ჩვენი ნიკოლოზი აღნიშნავს ეს ფილმი ვითმიდის უკვე ცხოვრება და არ არის არაფერი სირთულე დამიჯერე ძალიან დაგეხმარება საერთოდ სხვანაირად უდგები შენს ხეულსა და მე ჩვენს ძმობილს რა ახალ ჭიღლაძეს მინდა მადლიერება გადაუყარო კახაზგან გავიგებ გვისმეს ახლა შენ ხარ უნიკალური ადამიანი ხარ მე შენი თუ ამაყობ და ჩვენ შენ თუ ამაყობთ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მაგედან გავიგებ და რა ვიცი მეც კახაზგან გავიგე და კახას რო დაურეკე მეთქი წიგნი მინდა კავკასიური იოგა მეთქი საბრძოლო ხელოვნებაში ვარ მეთქი ცეკვასაც ვასწავლი საბრძოლო ხელოვნებას ვასწავლი სიმღერა მაინტერესებს ანუ ფუნდამენტები მაინტერესებს და არა ის დღეს რაც არის ძალიან მომწონს მაგრამ მე საიდან მოდის ეგ იყო მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მას თავისი სხვა დატვირთვა ჰქონდა ყველაფერს ცეკვიდან დაწყებული მოძრაობებს სიმღერის სხვა დატვირთვა აქვს საბრძოლო ხელოვნებას სხვა და დაურეკე კახაბერს და კახაბერმა მითხრა რომ შენ თუ ესეც საქმეს აკეთე მე წიგნი უნდა გაჩუქო და ეგ მეორე დღესვე გავედი გამოვარდი წიგნი და დავიწყე იმ დღიდან უკვე ეს პრაქტიკები და რაღაც საოცარი ეფექტი მივიღე და მადლობა კახაშენ. და კახა მე ფილმში ის მომცა ცილინდრები რა. თუთიის და სპილენძის და ისიც გვაქვს ფილმში გამოყენებული რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და მადლიერება კახაბერ რა. და მაგაზე მე ხო ხვდები ანუ ფილმის გარკვეული ნაწილი თან მინდოდა რომ ჩემი მხრიდანაც ყოფილიყო რა რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს კინო ანუ ძალიან დიდ საზოგადოების მასაზე გადის და რაც მეტი ადამიანი გაიგებს მით უფრო მაგარი არის და მე მაგარი ის გავაკეთეთ სადაც ვაკეთებ ხოლმე მაგის პარკში სუნთქვებს მე მანამდე ვაკეთებდი სუნთქვით ვარჯიშებს მაგრამ ჩემთვის ვაკეთებდი ასე ვთქვათ და იქ ჩავწერეთ მე და კახამ ვიდეო რა საინტერესო ამ ბევრი ის მქონდა რა ნახვების და ბევრი ხალხის დაინტერესდა რა რომ რა და როგორ არის და იმედი მაქვს რომ ეს ფილმი რომ გამოვა თვითონ ტერმინი რასაც ქვია კავკასიური იოგა დაიწყებს ხალხის აზროვნებაში მოქმედებას რა მე რაც შეიძლება მეტი ცენტრი რო გაიხსნას შენ რო გაქვს ახლა გაკეთებული ძალიან მაგარი არის რა და ბევრი არის ეს ანუ ახლა ასევე არის საკურნალო ცენტრი არის ჰარმონია იმათა აქვს გაკეთებული
ძალიან კარგი ესეთი რამდენიმე ცენტრი რო იყოს და ნახე ყველაზე მთავარი რა არის ჩემთვის კავკასიურ იოგაში რომ აი იოგა ხო ყველა და ფილმშიც მაქვს ეს იოგა ვიცით რომ ანუ ინდური სიტყვა ესე არის შემოსული და იოჟ ნიშნავს კავშირს რაც სულისა და სხეულის და სამყაროს კავშირია რომ აი ამაში ერთად გააერთიანო და იოგა მეორე მხრივ რო შეხედო რა მე როცა იოგა გავიგე ბავშვი რო ვიყავი იოგები რა ხმის იოგები და ასევე იოგები არ გაგიხმე კალათბურთს თამაშობდი და სულ ეს კონდა რომ იოგებს გავუფრთხილდი და რაც შეიძლება ელასტიური რომ და მე მაგალითად ივორჯიშო რომ ანუ შენ ანუ სხეულში ადამიანი იქნებოდა ანუ ძვლების გროვა იოგები რო არ იყოს რომელთაც გადაგმულია და იოგები დაკავშირებული ეს სხვადასხვა ხო ყველაფერი რა მთლიანად ეს შენი ძვლები და სახსრები ჩვენი თავიდანვე ანუ ჩვენ რო ვიბადებით ჩვენ უკვე იოგაში ვიბადებით ხვდები და ამ კავკასიური იოგაში როგორია ეხლა ვისაც აკითხული აქვს ხო ან ჩვენი ფილმიდანაც გაიგებს და მე იმედია ბევრი წაიკითხავს ამ სიგნებსაც პირდაპირ კავშირია რა ღმერთთან და სამყაროსთან და შენი თავისუფალი ნების სულით ხდები აი ამ სამყაროს ნაწილი რა თან ძალიან ჯანმრთელი ნაწილი და ინდური იოგა ვინც აკეთებს ხო ანუ ზირთადად ინდური მიმართულება რელიგიას არ მოიცავს იოგა თავის თავში ანუ განსხვავდება მაგრამ იმდენად კულტურული მიმართულება გეცვლება რა ეხლა მე ჩემი ბევრი ახლობელია ვინც აკეთებს სხვადასხვა ცენტრში და კულტურა სამოსი ვიზუალი რაღაცა ხო ანუ რაღაც სხვადასხვა ტატუები რაღაცები ანუ ტერმინები ძალიან შედიან უფრო აი ამ ინდური კულტურის მიმართულებაში რაც ეხლა მათი არჩევანია და თავისუფალი ნებაა და რასაც უნდა გააკეთებენ და კავკასიური იოგაში ის არის დიდი პლუსი რომ შენ სულ თქვით ვარჯიშს აკეთებ და რა ეროვნებისაც გინდა იყავი იგივე რჩები რა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს არ გიცვლის რა შენ სხეულს გილამაზებს რა სულს და სხეულს გილამაზებს და ძალიან მაგარია რა ამ ხრივ და აი გააზიარე სიყვარულში თან სიყვარულის გამზიარებელი ჯანმრთელი ადამიანი ბევრად უფრო იქნება რა კი რა თქმა უნდა ჩემი აი რაც შენ ახლა აი მხარდაჭერაზე თქვი ხო აი ხო მე ჩემი გადმოსახედიდან ვთვლი რომ ანუ ჩვენ რო ცხოვრობდეთ ანუ ეროვნული სულისკვეთების სახელმწიფოში ხო ასეთ პროექტებს სანთლით უნდა ეძებდეს სახელმწიფოს ბიზნესიც და საზოგადოებაც რა და ჩვენ ნამდვილად მე ხახა 59 მადლიერების ვიდეო მაქვს ჩაწერილი ხო აი რა დიდი ნაწილი ჩემი და ჩემი მეგობრების ფინანსური რესურსი არის ჩადებული და ძალიან მცირე ნაწილი არის აქტივობა საზოგადოების რა ანუ საზოგადოებაც საერთოდ მზად არ არის რა ანუ 6 მეხუთის კაცზე ძალიან დიდი ჩართულობა იყო ბევრად ვიდრე გააზიარეს სიყვარულზე და ანუ არც ერთი კომპანია არ მონაწილეობს ეგ 100 კომპანიას მაინც მივწერე და 5-მა მომწერა უარი დანარჩენებს არც არაფერი არ მოუწერიათ არც სიტყვით არც საქმით და შესაბამისად მე გადავწყვიტე რომ ჩვენ შეგვიძლია რა ერთად გვაქვს ხა ბოლო 30000 ლარამდე გვაქვს დარჩენილი რაც უნდა შეიკრას და მაგას ვამოყარ ბოლო აი 10 ლარის ზალა ხო არაფერი არ არის რა იდეაში ამდენი 10 ლარი აქვს ადამიანს დახარჯული რა თქმა უნდა ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს რა 3000 ადამიანი ანუ ქართველი საქართველოში და მსოფლიოში რომ გაერთიანდეს ამ ძალიან ანუ ვეფხისტყაოსანი ყველას უყვარს ხო სიყვარულის სადღეგრძელო კიდე ჩვენი ერთი ძალიან მაგარი მხარდამჭერია ირაკლი აფრიდონიძე ქუთაისიდან მთელი გულით მოვიკითხავ ირაკლის გაუმარჯოს აი კაციაზე და იმან დაწერა რა თავის გაზი როგორ ანუ ვისაც ერთხელ მაინც სიყვარულის სადღეგრძელო აქვს დალეული როგორ შეიძლება ამ პროექტს 1 ლარი მაინც არ ჩაუწყოს რა და ხო ძალიან მაგრამ უცნაურია ხო დავით სარაჯიშვილი ხო ყველას უყვარს რუსტველი ყველას უყვარს დავით აღმაშენებელზე ყველას საუბრობს ფიროსმანი მაგალითია გალაქტიონის ლექსი ყველა მიცის და კლოდ მონე კაი ხო კლოდ მონე შეიძლება ბევრს მაგრამ კლოდ მონე ძალიან ბევრს მოწონს ხო და ბოლო ჩვენზია რა ეროვნული თემაა და ამის გამო რა შენი თან წარმატების ფორმულაა ხო ანუ ეს განხორციელებული 16-ს საკუთარი ძალებით გავაკეთეთ ხალხის მხარდაჭერი და ჩვენ ფილმებს აწერია ქართველი ხალხი წარმოგიდგენთ რა და ეს მე ვარ უბედნიერესი რომ ეს შესაძლებლობა არის რომ შენ შეგიძლია რა გააქვს უფლება რომ დააწევ ქართული ხალხი წარმოგიდგენთ რომ ქართული ხალხი თან ერთად ქმნით ამ
ამ პროექტებს ისი არის რეალურად ხალხისა ჩვენი კი მე რჩება ხო რჩება თან ხო არ მიმაქ მე არა კიდევ ერთხელ მოგიწოდებ და გთხოვთ მეგობრებო დავეხმაროთ ამ პროექტს ამ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პროექტი გავიდეს ბოლომდე დარწმუნებული ვარ ყველა თქვენთაგანი იამაყებს თავისი აი ამ გაწეული ღვაწლით რა იმიტომ რომ მე მიყვარს ესეთი რაღაცები მე მიყვარს სიამაყითაც უყურებენ და რა ვიცი სიამოვნებითაც უყურებენ რა მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ ნიკოლოზ ჩვენ არაერთხელ შევხვდებით კიდევ ვისაუბრებთ ხოლმე სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით გააზიარეთ სიყვარული მეგობრებო და უნდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ ის ფაქტი რომ კავკასიური იოგა არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მენტალური ჯანმრთელობისთვის არის უნიკალური საშუალება და სწორედ ამაზე საუბრობს ჩვენი მეგობარი ნიკოლოზიც ამაზე საუბრობს კახაბერი როცა თარგმნიდა წიგნს და გამოსცემდა ამაზე ვსაუბრობ უკვე რამდენი წელიწადია მე თვითონ და ამას გადავცემთ ჩვენს მონაწილეებს და იმ მოვარჯიშეებს რომლებიც ამ ყველაფერში არიან აქტიურად ჩართულები და აი ძალიან კარგია რა შენ რაც წამოიწყე ხა ეს აი გასვლითი ხო ანუ ეს ყველაფერი ანუ ოთახში არ კეთდება რა მე მაგალითად სახლში რო ვარ და ოთახში ვერ ვაკეთებ რა სადღაც ამ ჩემი ვაკის პარკთან ახლოს ცხოვრობ და იქ მიყვარს რა იქ თან კალაბურს ვთამაშობ იქ საუბრობ ბილიკია იქ მივდივარ ხოლმე ბავშვობიდან კარგად გრძნობ იქ თავს რა და მე შემოგერთებით ამერიკაში კი და აი ანუ ხა იქ ეხა როცა თბილისში ვარ მაგრამ სადღაც სხვაგან რო ვარ ანუ გარეთ სივრცეში ხო ჟანგბადი სხვანაირად ისუნთქება და არის ბევრი ადგილი და აი ბუნებაში შენ გასვლებს ვაკეთებ ძალიან მაგალითი მე აუცილებლად მოგიწევ შენთან ერთად იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ როცა გავდივართ ხოლმე ბარემ ამაზე და არხან დავიწყეთ თემა ჩვენ ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი ადგილები ძალიან ბევრი გვაქვს საქართველოში თან ნახავ იმ ადგილს თან ნახავ დაათვალიერებ ისტორიას გაეცნობი და მიიღებ იმ საჭირო ენერგიას ჟანგბადის თუ ენერგეტიკული სივრციდან გამომდინარე სახით რაც შენი ორგანიზმისთვის მენტალური ჯანმრთელობისთვის არის ძალიან სასარგებლო თან ნახე რა ანუ სუნთქვა რა ეს ეხა ანუ ცხოვრებაში მე წამალი არ დამილევია ანუ აფთიაქში და ანუ პირველი ხო ახლა მეკითხება თავი რო გთხოვა აბა რასაკეთებ და არასდროს არ მტკივა თავი რა წნევა რო წნევა ცხოვრებაში არ გამწონ არც სიცხეს არ ვიზომავ და ანუ ეს ხო უცებ არც ფიქრობ მაგაზე რა ანუ რამდენი ღამეს მინდა იმ ღამეს გავოთენებ და 15-20 წუთი რო ჩაიძინებ ყოფნის და შენი იმუნური სისტემა ისე მაგრაა რომ ეს აღდგენებს აკეთებ რა ხა ეს მთელი ცხოვრება ვერ იქნები მაგრამ საჭიროების დამიხედვით და ნახე პირველი რა არის ყველაზე მთავარი არის ჟანგბადი რომელიც გარს 3 წუთი ვერ გაძლევს ადამიანი ხო მე არის წყალი 3 დღე ვერ გაძლევს მე ძილი რა და ეს 3 რო შექმნილი გაქვს მაგარი ჯანსაღი გაქვს ხეული რა და შესაბამისად ეს არის რა ანუ არ გჭირდება არაფერი რა შენივე თავის ბატონ პატრონი ხარ და ეხლა ჩვეულებრივად რომ სუნთქავთ ჩვენ ანუ 1/3-ს ვავსებთ ფილტვებით და ღრმა დროს სუნთქავ უკვე მთელი ფილტვი ივსება და წარმოიდგინე მთელი ცხოვრება 1/3-ს გასწორებული სუნთქვა კი უკვე ხო შეგნებული ანუ შენი აზროვნება სხვანაირია აზროვნებით კურნავ შენს სულში და აძლიერებ რა ანუ მეომარი უჯრედებით და ეს მეომარი უჯრედები რო ნებისმიერი რა შეიძლება მეც რაღაცა ანუ ვირუსიან დაავადება შენ ბუნებრივია ხო შედის შენ ორგანიზმში მაგრამ იმდენად აგვარებს შენი მეომარი უჯრედები რა რომ შემოვა თუ არა ეგრევე გორის ბრძოლა გაიმართა მოერევია რა ვირუსის უარყოფით უჯრედებს და ეს დადებითი უჯრედები ისე ვიმარჯვებენ და შენ ვერც იგრძნო ან რაღაც ის კონდეს რა და სიცხე კიდე სიცხე ხო რატომ და ანუ სიცხის დამწევ წამალს მოსვამს ადამიანი იმას მართლა სიცხე კი არის ის ბრძოლა ისევე სიცხე რა არის ვირუსსა და შენს იმუნურ სისტემას შორის ბრძოლა, რომელიც გახურებს მერე და სიცხის დამწევს როსვამ შეიძლება ფიზიკურად სიცხემ დაგიწიოს, მაგრამ ორგანიზმში ის ბრძოლა მაინც მიმდინარეობს და შენ თავს იტყუებ ასე ვთქვათ რა. მაგრამ ჯობია საერთოდ არ დალიო და თავისი ანუ ორგანიზმა იცის რა. ერთხელ მოერევი, ორჯერ მოერევი და მერე ჩვეულებრივად არ შეგაწუხებს. ვეხა ეს თუ რთული გონია მეგობრებო. სამისთვის კავკასიური იოგა უნდა ისუნთქო და საერთოდ არ არის ის არ არის აუცილებელი რომ კავკასიური იოგას აი ვიღაცამ შეიძლება შეასრულოს იქ ბევრი სხვადასხვა ვარჯიშება. თუნდაც ერთი სუნთქა მარტო 15 წუთი დღეში რომ
უბრალოდ მათ ჩაისუნთქო, ამოისუნთქო და ეხა ის კონკრეტული ვარჯიშები არის გააკეთო რა, ეგეც ძალიან მაგარია და თუ ეხა ვარჯიშებსაც მიყვები და რაც უფრო ყველა ვარჯიშს შეასრულებ, ანუ შენ მთლიანად სამყაროს ძალიან დიდი ნაწილი ხდები რა. ეთერული სხეული რა. ფაქტიურად ხო რა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ამ ფილმშიც ეს ძალიან წამყვან როლს თამაშობს ეს პრაქტიკა და ძალიან დაეხმარება საბოლოო ჯამში პოპულარიზაციაში არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთ მე დარწმუნებული ვარ, რომ საზღვარგარეთ რო გაიტანა ამ ფილმს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვება. თან ეს კავკასიური იოგა, ანუ პირდაპირ ღმერთთან კავშირშია რა. და ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი, სამყაროს შემოქმედთან ხარ, ანუ როგორც ხო ვარ, ჩვენ ღვთისმხვილებად ვართ, ხო? ღმერთის სახე ხარ და აი ეს არ არის რა დარღვეული რა. ნება ღვთისა არის კანონის სამართლიანობისა, კი. ასე არის, შემოკარგებო და კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ დავეხმაროთ აი ამ მაგარ ადამიანს და ადამიანს არა, ჩვენ თავებს დავეხმაროთ, ჩვენს ქვეყანას დავეხმაროთ, პროექტს დავეხმაროთ და ეს ფილმი გასულია ბოლოში, ხო, თებერვლის ბოლოს ის პრემიერა გვაქვს და ყველა ვარიანტს დასრულება ხა ამ ხელახლის გავაკეთეთ. უბრალოდ შენ როგორც შენი ერის ნაწილი რო ეროვნულ პროექტში მონაწილეობას ღებულობ, ეს პირველ რიგში შენთვის არის ბედნიერება რა. და ეს მინდა საზოგადოებამ გაიაზროს, რა ხელა მნიშვნელობა აქვს ეროვნული პროექტების შექმნას. ეხლა სად არ იქნება. არავინ არ აფინანსებს, ძალიან დიდი შეტევა მიდის დღეს ეხლა ქართულ თვითშეგნებაზე, ეროვნულ პატრიოტულ მიმართულებებზე, ხო, ყველა მხრივ რა. როგორც საქართველოში, მსოფლიოში და შენ, როდესაც ასეთი ეროვნული და საზოგადო მოღვაწეები ყავს და მათ ისტორიებს არ იცნობ და ხარს არ უჭერ, ხო, ანუ ჩემთვის ის ვერ არის სრულყოფილი ქართველი რა, პირდაპირ შემიძლია ესე ვთქვა და მე მინდა რომ რაც შეიძლება მეტი სრულყოფილად მოაზროვნე, ანუ ქართველი იყოს არა მხოლოდ სადღეგრძელოში განთავსებული ეს სადიდებელი სიტყვა წინაპრების სადღეგრძელოა, სამშობლოს სადღეგრძელოა. სიყვარულის სიტყვა. შენ ამ საქმეს რას აკეთებ და რა თქმა უნდა შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიმართულებებით საქმიანობდეს და ძალიან ბევრ კეთილ ამბავს აკეთებდეს და ყველას თავის გზაზე და თავის კეთილ საქმეში გაუმარჯოს, მაგრამ ეს ფილმიც ხო ამას ემსახურება და შენი წვლილი რო გაქვს შეტანილი, აუცილებელია რა. ძალიან მაგარ მე ეკრანზე რო ნახავ დაიდება ტელევიზიით გავა. აი, როდის არის დაგეგმილი ახლა პრემიერა? მინდოდა იანვარში გავაკეთებ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვასწრებ თან ეს თანხების მობილიზება, თან დარჩენილი გვაქვს ახლა ხმის დიზაინის სამუშაოები და რამდენიმე მუსიკა და ბოლო, ანუ 2-3 დღე დამრჩა ბოლო მონტაჟის ფილმი რო საბოლოოდ შეიკრას ხა და ეგ ანუ ერთ თვეში იქნება რა, რაღაც აი თებერვლის 20-ისკენ სავარაუდოდ აი პლუს მინუს რა, აი მაგ დღეებში ვგეგმავთ რომ გამოვიდეს და ძალიან დიდი მასშტაბური პრემიერა იქნება, რომელიც სანახაობრივი თვალსაზრისით ესეთი პრემიერა არასოდეს არ ყოფილა რა. საქართველოში თან სამოსების გამოფენაც გვექნება რა. რაც ფილმისთვის გავაკეთე, შენახე ამ დავით აღმაშენებლის ფრესკიდან სამოსია გაწუწყებული გიორგი ჭყონდიდელის, დავითის მეომრის, მარგარიტას რუსთველის ოსტატის და შეგირდის ძალიან ლამაზი ქურუმი ქალის რა თავისი ბორჭღალით და კვერთხით და ძალიან მაგარი აი ვიზუალური სიამოვნება იქნება რა. დიდი წითელი ხალი ველოდები ამ პრემიერას. მეც ასევე ერთი სული მაქვს რომ აი ხა არ მოდა ამდენი წელია თელაია შენი განცდებს აზია გადის რა აი ჩემგან რა. ეხა ერთი სული მაქვს ფილმი როდის გამოვა რომ აი ეს მთელი დავიბრუნდეს ისევე შევივსო მაყურებლის დადებითი განცდებით წამოსული აი სიყვარულით რაც გააზიარეს სიყვარული და ერის კაცები რა, რადგან ერის კაცებზე არის აგებული ეს ჭხილებში იქნება ერის კაცები რა. ჩვენს ერის კაცები ვართ რა, ანუ უნდა გვინდოდეს რომ ვიყოთ რა, ეგაა შენი ერის კაცი უნდა იყოს რა, შენი საქმიანობით და შენი ცხოვრებით. ეს სადაც მოხვედი, სადაც შენი განსხვავება მოვიდა იმ გარემოს ჩვენ არა ახლა ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რომ მოვედით რა. დახურულია, მაგრამ ეს რაღაცა მომენტში ხო ანუ ღვთისგანგებაა რომ ჩვენ აქ მოვედით და შესაბამისად ეს არის ჩვენი სამშობლო, რომელიც სოფლიოში ყველაზე დიადი სამშობლოა და შენ ამ სამშობლოსთვის შენი მოქმედებით რაღაც გარკვეული წვლილი უნდა შეიტანო, რომ რაღაცა გააკეთო რა. ამიტომ სად გაიმართება პრემიერა? პრემიერა უნივერსიტეტში ვგეგმავთ პრემიერას, მაგრამ პრემიერაზე მოსაწყდა კინოთეატრებში იქნება, მაგრამ კინოთეატრებში იქნება უკვე თებერვლის
ბოლოდან, მაგრამ პრემიერაზე ესე ყველა ვერ მოხდება ფიზიკურად, რადგან ძალიან დიდი სამუშაო ჯგუფი გვაქვს, ბევრი მხარდამჭერია და ანუ ამ ადამიანებისთვის არის რა. მე მივიდოდა ფილარმონიაში, მაგრამ სამცხეოს ფილარმონია რემონტია დახურული და 6 მოხდისკაცი ფილარმონიაში იყო და ძალიან კარგი იყო და ბევრი მონაწილე იყო და ეს 2200 კაციანი დარბაზი კარგად შეივსო სულად და აქ უნივერსიტეტში არ არის მხოლოდ დარბაზი და ამიტომ მოგვიწევს რამდენი კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ცენტრში არის წიგნები, კახაბერ ჭირმაძის ნათარგმნი და შეგიძლიათ მობზანოთ და შეიძინოთ, გვაქვს საკურიერო მომსახურებაც, უბრალოდ გვერდზე უნდა მოგწეროთ მესენჯერში და ჩვენ გიფასებთ და ან დაგერებოთ კი ბატონო. არა მარტო კავკასიური იოგა, ასევე კახაბერის კი, წიგნი. ძალიან კარგი საქართველოს ცივილიზაციის საკვანი, აი უმაგრესი წიგნი არის ეს ჩემო მეგობრებო, შეგიძლიათ ერთ პატარა წიგნში ძალიან ბევრი ინფორმაციას უწევს შეისრულთავს ადამიანს. ფაქტიურად ჩვენს მთელს ღირსშესანიშნაობებზე აქვს საუბარი, დაწყებული პურის, ღვინის, რკინის, ანუ ჩვენი მთელი კულტურების წყარო რო არის საქართველო, დაბადების ადგილი რო არის საქართველო, აი ამაზე არის საუბარი და გირჩევთ რომ ეს წიგნიც შეიძინოთ შემოგვიყვანოთ. ორივე წიგნი არის ჩვენთან ბატონო. მოკლედ მე მგონი ბევრი და საინტერესო და ძალიან დავიქოქეთ მაგრამ კარგი საღამო გამოგვივიდა, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მხარდამჭერები ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებენ და წარმატებებს გისურვებ ჩემო მეგობარო, აი ამ მადლიერება. კარგ საქმეში, კეთილ საქმეში თქვენ კიდე ჩემო კარგო ადამიანებო გემშვიდობებით და აქვე უნდა შეგახსენოთ რომ ბევრჯერ ახსენდა ნიკოლოზმა ჩვენი ტურების შესახებ, უახლოეს მომავალში დავდებთ ანონსს და დავიწყებთ კვლავ ტურებს. ძალიან ქურუმთა კვალდაკვალ, ესე ქვია, ბევრჯერ ახსენდა ასევე ქურუმები, ქურუმთა კვალდაკვალ. და ავიღოთ ეხლა ეს ბოძგალიც და ხო ამასთან შეხებაც. და დავიწყებთ ამ ტურებს, ძალიან საინტერესო ტურები გველოდება, თავისი კავკასიური იოგი, თავისი გაცნობიერებით, თავისი ისტორიული ადგილების მონახულებით, ახალი ადგილების მონახულებით, სადაც ყვებით. ხო, ყვებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ყველაფრის ანონსს დავდებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მიხარია ყოველთვის თქვენთან შეხვედრა. დიდი მადლიერება ჩვენ ყველა მხარდამჭერს რა, ვინც ვინც ჩვენთან ერთად არის ყოველთვის. ზოგი ძველი მხარდამჭერია, ზოგი ახალი და მადლიერება საბამოწვევისთვის ძალიან კარგი, მაგრამ შევივსე რა, ეს ერთ-ერთი იყო როცა შევივსე თანამოაზრესთან რო საუბრობ, სხვა არის რა და ძალიან კარგი საღამო გამოვიდა და იმედია მაყურებელმა ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო გაიგო ჩვენგან და ჩვენ არაერთხელ შევხვდებით კიდე თუ რამე კითხვები დაგჭირთ შეგიძლიათ მე შემდეგ შეხვედრაზე კიდე დაგვისვათ ხოლმე და გიპასუხებთ მოკლედ ისევ და ისევ დიდი მადლობა და გაიხარეთ წარმატებებს მშვიდობა და სიყვარული თითოეულ თქვენთან